ქრისტეს უნებანი გლობალური ფენომენია. არაჩვეულებრივი კინემატოგრაფიული შედევრი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და რომელიც ასაკობრივი შეზღუდვების კატეგორიის ნომერ პირველი ფილმია გაყიდვების მხრივ. მან გაუსწრო ისეთ ფილმებს, როგორებიცაა მატრიცა და რიგითი რაიანის გადასარჩენად. მოგვიყევი, როგორ მიიღეთ ეს როლი, როგორ შეხვდით მელ გიბსონს და როგორ მოხდა ეს ყველაფერი საერთოდ. ერთ დღეს შევხვდი პროდიუსერ სტივ მაკავიტის, მელის პარტნიორს. მათ ჩემს წარმომადგენელს დაურეკეს, მაგრამ არ სურდათ იმის თქმა, რომ იესოს შესახებ ფილმს ეხებოდა საქმე. და ამიტომაც გამომიგზავნეს სცენარი, რომელსაც ერქვა თავზე ხელაღებულნი, რომლის გადაღებაც უნდოდა თვითონ. სცენარი მაინც და მაინც კარგი არ იყო და ეს პირდაპირ ვუთხარი კიდეც მათ. 40 წუთის შემდეგ თავად მელ გიბსონიც მოვიდა. მორცხვად, როგორც ყოველთვის. დაბლა იყურებოდა და სიგარეტს ეწეოდა. როგორც შემდეგ გავიგე, 15 წლის განმავლობაში გრძნობდა, როგორ მოუწოდებდა ღმერთი ამ ფილმის გადაღებისკენ. და მან იცოდა, რა მოხდებოდა, თუ ამ ფილმს მართლაც გადაიღებდა. მათ სერფინგის შესახებ ფილმის სცენარი გამოიყენეს საფარად. შემდეგ მელმა დაიწყო იესოზე ლაპარაკი. ხან ეს თქვა, ხან ის, და მე კი ამ დროს ვფიქრობ, რა შუაშია სერფინგი და იესო. კი, იესომ წყალზე გაიარა, მაგრამ იესოზე ფილმი და სერფინგზე ფილმი სხვადასხვა რამაა. ბოლოს ვკითხე, შენ გინდა რომ იესოს როლი შევასრულო? მან მითხრა, ხო. მეორე დღეს დამირეკა, როცა შენ ვიყავი და შეეცადა და ვერწმუნებინე, რომ აზრი შემეცვალა. იცით როგორ ხდება? გადაწყვეტ, რომ ქრისტეს ერთგული იყო. გადაწყვეტ, რომ რაღაც გააკეთო მისთვის და ამ დროს ეშმაკი მოდის და ცდილობს აზრი შეგაცვლევინოს. დამირეკა მელმა და მეუბნება, არ უნდა შეგხვედროდი, ეს არ უნდა მექნა. მე იმდენი შეცდომა მაქვს დაშვებული ცხოვრებაში და საბოლოოდ ადამიანები გაიგებენ, როგორი პიროვნებაც ვარ და ამიტომაც არ შემიძლია ამ ფილმის გადაღება. მე არ ვარ ის, ვინც ეს ფილმი უნდა გადაიღოს. ამას გარდა მელმა მითხრა, თუ ამ ფილმში მიიღებ მონაწილეობას, შეიძლება ამ ქალაქში ვეღარასოდეს იმუშაო და არ მინდა ამაზე პასუხისმგებლობა მე და მეკისროს. ცოტა არ იყოს შემეშინდა, რადგან ვიფიქრე, რომ დავკარგავდი იმ ყოველივე კარგს, რაც მქონდა, თუმცა შემდეგ გავაცნობიერე, რომ ღმერთმა მომიყვანა ამ საქმეში, რომ ჩემი სამსახიობო ნიჭი ღვთისაგან იყო და არა ადამიანისგან. ამიტომაც ვუთხარი მელს, იცი რა მეგობარო, ყველანი მოწოდებულნი ვართ, რომ საკუთარი ჯვარი ვზიდოთ. თუ შენს ჯვარს არ აიღებ და არ ზიდავ მას, მისი სიმძიმის ქვეშ გაიჭყლიტები. ის გაჩუმდა, მე ვეუბნები ღმერთო ჩემო. მეკითხება რა მოხდა? ვეუბნები, ახლა გავაცნობიერე, ჩემი ინიციალებია JC და მე 33 წლის ვარ. მელი მეუბნება, ღმერთო ჩემო, შენ მე მაგიჟებ, ეს მითხრა და ყურმილი დააგდო. სწორადაც უთქვამს, ასე არაა? შემდეგ, როცა მასთან ურთიერთობა გააგრძელე და მიიღე როლი, წარმოუდგენლად მძიმე ფიზიკური მოთხოვნების წინაშე დადეგი. ენის სწავლა, კლიმატი, რომელში მუშაობაც მოგიწევდა. გვიამბე იმის შესახებ, როგორ მოემზადე როლისთვის და რა მოითხოვა ამან შენგან. თავდაპირველად დავიწყე სცენარის კითხვით. როგორც ხდება ხოლმე, გულმოდგინედ ვკითხულობდი და ვუკვირდებოდი. სცენარი მკაცრად ბიბლიის მიხედვით იყო დაწერილი. გასაოცარი იყო ის, რომ ყველას აღდგომა უნდა, არავის უნდა ტანჯვა, მაგრამ შეიძლება ოქროს მედლის მოპოვება ტანჯვის გარეშე. წარმოიდგინე, გამარჯვებული დგას. მისი ქვეყნის დროშა აღიმართება მის თავზემოთ. ესმის თავისი ქვეყნის ჰიმნი. კისერზე მედალი აქვს ჩამოკიდებული. და ეს კაცი ტირის. იმიტომ ტირის, რომ კომპანია Nike $30 მილიონი ხირებულების კონტრაქტს უფორმებს. თუ ახსენდება გაღებული მსხვერპლი, თავისი ოჯახის ტანჯვა. ახსენდება ის უამრავი ადამიანი, რომლებმაც ძალიან ბევრი შესწირეს საკუთარ ქვეყანას, რომლებმაც სიცოცხლე ღვთისათვის გაიღეს და სისხლი დაღვარეს. აქაც იგივე იყო. მინდოდა, რომ ეს ფილმი არაჩვეულებრივი ყოფილიყო. ვიფიქრე, რომ თუ ამ ფილმში ვითამაშებდი, ეს არ უნდა ყოფილიყო რიგითი, ჩვეულებრივი, საშუალო დონის ფილმი. არ მინდოდა მისი შინაარსი დამახინჯებულიყო. თითქოს ის საკუთარივე ხალხმა არ გასცა.
თითქოს მხოლოდ რომაელები იყვნენ დამნაშავენი. თუ გულწრფელად ვაღიარებთ, ჩვენ გავცემთ ქრისტეს, როცა ვწოდავთ. არადა ქრისტიანები ვართ. თუმცა იესო მაინც გვეუბნება, ადექი, გამაგრდი, გააგრძელე სიარული. ფილმზე მუშაობისას, თავად გადაღებების პროცესში ვხვდებოდი. ყველაფერი რომ მკაცრად გაგვეკონტროლებინა და ისე გადაგვეღო, ვერასოდეს იხილავდით ნამდვილ შესრულებას. ეს ყოველივე იბადებოდა ტკივილისგან. გადაღებებმა სულიერად და ფიზიკურად შემძრა. დასაწყისშივე მხარი ამომუვარდა და იმ მომენტში ვიფიქრე, ღმერთო, ხომ იცი, ფილმს ვიღებთ. მე მსახიობი ვარ და შენ კი ეშმაკს და ამ გარემოებებს იმის უფლებას აძლევ, რომ ხელი შეგვეშალოს. იმავდროულად მსხვილი გამომცემლობები გვირეკავდნენ და წერილებს გვწერდნენ, რომ მელ გიბსონი ანტისემიტია და ეს ამბები არ წყდებოდა. ხანდახან მელ გიბსონი ამაო დახსენებდა ღვთის სახელს. მე კი შევხედავდი როგორც იესო და იესოსავით ვეუბნებოდი, მამა ჩემის სახელს ამაოდ ნუახსენებ. ამას ვეუბნებოდი იესოს როლში მყოფი. ძალიან მინდოდა, რომ ადამიანებს ჩემში მე კი არ დავენახე, არამედ იესო. რომ კინოთეატრში მოსულ ადამიანებს საკუთარი თავი დაენახათ არა ისე, როგორც თავად უყურებენ საკუთარ თავს, არამედ ისე, როგორც ღმერთი ხედავს მათ. რადგან სინამდვილეში ისეთები ვართ, როგორებადაც ღმერთი გვხედავს. გადაღებისას გამამათრახეს. შემთხვევით დამჭრეს კიდეც ამ მათრახით ჯვრის სიდვისას. ჯვარზე ყოფნისას კი მხარი ამომივარდა. მანამდე 95 კილოს ვიწონიდი. ფილმის გადაღებისას კი 76 კილომდე ჩამოვედი. ძალიან ავად ვიყავი. გამუდმებით გული მერეოდა. ფილტვების ანთება მქონდა. ორივე ფილტვი სითხით იყო სავსე. გადაღებების შემდეგ გულის ოპერაცია გამიკეთეს, რის შესახებაც ბევრმა არც იცის, რადგან არ ვლაპარაკობა მის შესახებ. გარდა ამისა, გადაღების ერთ-ერთ დღეს, ბოლო კადრის გადაღებისას მეხი დამეცა. ასეთი შთამბეჭდავი იყო ჩემი გამოცდილება და აი რას გეტყვით. თუ გინდათ რომ ქრისტიანი იყოთ, იცოდეთ რომ შარში ხართ. რამდენიმე წუთში გამათრახების კადრებს ვნახავთ. როგორც ვიცი, გამათრახების დროს რეჟისორი იმპროვიზაციას მიმართავდა და ცვლიდა მოქმედებებს. ოღონდ არა შენდა სასარგებლოდ. გამათრახების სცენის რეპეტიცია არ გვქონია. ამ სცენის გადაღებისას ჩემ უკან 30 სანტიმეტრის მანძილზე იყო მეტალის დამცავი. აი იქ. და მე კი ვიდექი აი აქ. და ისინი ამ მეტალის დამცავს ურტყამდნენ. იმ მსახიობებმა ინგლისური არ იცოდნენ. ჩვენ კი იტალიურად არ ვლაპარაკობდით. და მელმა თავის დამხმარეს კარიდის უთხრა, რომ ამ მსახიობებისთვის აეხსნა, რომ ჩემთვის ისე დაერტყათ, როგორც ბეისბოლის თამაშისას ბურთის მიმწოდებელი ურტყამს. იმათ კი არ იციან ბეისბოლის წესები. კარგი, მას ისე დაარტყით, როგორც კრიკეტის თამაშისას ურტყამენო. უთხრა მელმა. ისინიც ჯერ უკან წავიდნენ, შემდეგ გამოიქცნენ და ასე მოიქნიეს მათრახი. მე კი აქ ვარ ჩამოხლული ასე. მათრახი ისეთი ძალით დაარტყეს მეტალის დამცავს, რომ ის გარს შემოეხვია ამ დამცავს და ზურგი გადამიჭრა 35 სანტიმეტრზე. მაშინვე დავეცი, ისე როგორც ფეხბურთის თამაშისას ეცემა მოთამაშე სუნთქვაშეკრული. ამ კადრების ყურებისას კითხვა გამიჩნდა. იმ დროს, როცა მათრახების ხმა გესმოდა, რა ხდებოდა შენს გონებაში? იმ დროს ჩემს ცოდვებზე ვფიქრობდი. ფიქრობდი იმაზე, რომ არ ვიყავი ღირსი ამ როლის შესასრულებლად. ვხვდებოდი ჩემს მდგომარეობას და ეს მეხმარებოდა თავის დამდაბლებაში. ამის შესახებ ერთ ჩემს მეგობარს ვუთხარი და მან მითხრა, იცი ჯიმ, ღმერთი ყოველთვის საუკეთესოს არ ირჩევს. მაგრამ მან შენ აგირჩია და რას იზამ? იცი, სრულიად ჩაფლული ვიყავი როლში, თუ შეიძლება ასე ითქვას. მთელი ყურადღება როლის შესრულებისკენ მქონდა მიპყრობილი. ფილმის გადაღების პროცესში გამუდმებით ვფიქრობდი ღმერთზე, სულ ვლოცულობდი. შეიძლება ითქვას, როლში ვრჩებოდი.
ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ვიცოდი, რომ ადამიანები იესოს დანახვას მხოლოდ ამ ლოცვის მეშვეობით შეძლებდნენ. ლოცვისა და მარხვისას, რომელიც მაშინვე დავიწყე, რადგან ვერ უჭამდი, ცუდად ვიყავი. ფილმის გადაღებების დასრულებისას, როცა ჯვარზე ვიყავი, ჩემი სხეული ნამდვილად გალურჯებული იყო. ეს არ იყო გრიმი, სხეული ლურჯი მქონდა. დუბლებს შორის ჯვრიდან მხსნიდნენ და ყოველ ჯერზე მხრის მკვეთრ ტკივილს გრძნობდი. ძლიერი ქარი ქროდა, ჯვარი 300 მეტრის სიმაღლის ბორცვზე იყო და ქარის დაბერვაზე მხარი მივარდებოდა, რადგან სახსარი დაზიანებული მქონდა. იმ დროს ძალიან ცუდად ვიყავი, მხარი ამოვარდნილი მქონდა და იმდენად უგრძნობლად ვიყავი, რომ ამასაც ძლივს გავგრძნობდი. გულიც ცუდად მქონდა და როცა ექიმმა სტეტოსკოპი დამადო, მელ გიბსონს უთხრა, მელ, ის შეიძლება მოკვდეს. მელის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი თვისება ისაა, რომ ის რისკიანი ადამიანია. კითხა, რას ფიქრობ? მე ვუთხარი. ეს ჩემსა და ღმერთს შორისაა, რადგანაც ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ ვიყავი საკმარისად კარგი იესოს როლის შესრულებისთვის. იმ წუთს მზად ვიყავი, რომ შინ ზეცაში წავსულიყავი. ვუთხარი, გადამიღეთ, არ არის პრობლემა. ვიცოდი, რომ თუ ამ ფილმის გადაღებისას მოვკვდებოდი, ბევრი ადამიანი მიიღებდა ხსნას. ფილმის ბოლოს, როცა მთაზე ავდიოდი, მთელი გადამღები ჯგუფიც იქ იყო. დაახლოებით 250 კაცი. ნახევარი გზა რომ ავიარე, ბოროტის სიახლოვე ვიგრძენი. თითქოს ბოროტი მეუბნებოდა, მკვდარი ხარ. და მე ვიფიქრე, რომ ყველაზე კარგი ამბავია, რადგან თუ მოვკვდები ზეცაში წავალ. ვფიქრობ, უკვე მეხუთე კადრს ვიღებდით მთაზე. ელავდა, ჭექდა და ქუხდა, თითქოს საარტილერიო იარაღიდან ისროდნენ. ღრუბლები ძალიან დაბლა იყო ჩამოსული. მიწა იძვროდა და ეს ძალიან საგრძნობი იყო. ორი ადამიანი დავინახე, რომლებიც ამ ორივით ახლოს იყვნენ ჩემთან. ცრემლით სავსე თვალები ზემოთ ჰქონდა დაპყრობილი. მე თვითონ კი ვერაფერს ვგრძნობდი. მხოლოდ ის გავიგე, როგორ აღმოხდათ დიდი ხმა, რადგან რაღაც დაინახეს. მე კი არაფერი მესმოდა. თითქოს ქარიშხლის შუაგულში ვიყავი. თუმცა არაფერი მესმოდა. არ მესმოდა ქარის ხმა. სიჩუმე იყო ირგვლივ. 5, 4, 3, 2, 1 წამი და ზეციდან სინათლე გადმოვიდა და გამანათა. იქ მყოფებმა საკუთარი თვალით იხილეს ჩემი სხეულის გარშემო დიდი სინათლე და ცეცხლი. 1 წამით ჩემი სხეული გარედანაც კი დავინახე. ეს იყო მეხის ჩამოვარდნა. მეხი დაგეცა. კი, მეხი დამეცა. კარგად ვერ ვსუნთქავდი ჯვარზე. საერთოდ ვიცით, რომ ჯვარცმული ადამიანი ასფიქსიით კვდება, იხრჩობა. ჩემს თავთან დაკავშირებით კი იმას გულისხმობ, რომ ფიზიკურადაც ძალიან ცუდად ვიყავი. ჩვენი უფალი მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ცოტაოდენიმე გრძნო იქიდან, რაც თავად გამოიარა. ამასთან ის ძალასაც მანიჭებდა ამის ასატანად. რამდენად ბევრი გინდა რომ იგრძნო, შენი სურვილით რამდენად დიდად გინდა რომ წარმოუჩნდე კაცობრიობის წინაშე. ვუთხარი, მინდა ყველაფერი ვიგრძნო. კარგი, მითხრა მან. ეს იმის მსგავსია, როცა უფალს ეუბნებით, უფალო, მინდა შენი სასმისი შევსვა. შეგიძლიათ იგივე სასმისი შესვათ, რომელსაც მე შევსვამ. როგორც იოანე და იაკობი ეუბნებოდნენ, შენ მარჯვნივ და მარცხნივ გინდა დავსხდეთო, მეც ვითხოვე უფლის სასმისის შესმა და მივიღე კიდეც. იმ მომენტში უკვე ამ სიმაღლეზე ხარ. იმ დროს ფიქრობდი, რომ წამალი დაგელია თავის ტკივილის გასაყუჩებლად. რა ხდებოდა იმ დროს შენს გონებაში, როცა ჯვარი ისის იყო ბოლომდე უნდა აღემართათ? წლების განმავლობაში ცოდვის ტყვედ ვგრძნობდი თავს. ეს იყო პირადი, შინაგანი ბრძოლა ჩემსა და ამ მდგომარეობას შორის და ეს დაძაბულობა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მე ვფიქრობ არა მხოლოდ უფლის სიკვდილზე, რომელიც ყველა ადამიანისთვის იყო. არამედ ვფიქრობ იმაზეც, თუ რას ამბობს ბევრი თანამედროვე ქრისტიანი. იესომ ხომ უკვე მოიმოქმედა ეს. დიახ, მართალია. იესომ უკვე გაიღო მსხვერპლი, მაგრამ ეს არ გვათავისუფლებს პირადი პასუხისმგებლობისგან, რომელიც გულისხმობს სწორად ცხოვრებას და საკუთარი წილი მსხვერპლის გაღებას. იესომ უკვე გაიღო მსხვერპლი და აღარ არის საჭირო რომ მე რამე გავაკეთო, ამბობენ ისინი. კარგი, მაგრამ მაშ პეტრე მოციქულმა, ან იოანე მოციქულმა რატომ გაიღეს მსხვერპლი? რატომ შესწირეს თავი დანარჩენმა მოციქულებმა? იესომ ხომ გაიღო მსხვერპლი?
მე-20 საუკუნის ქრისტიან წამებულთა შესახებ რა ვთქვათ? რა ვთქვათ ჩვენი დებისა და ძმების შესახებ, რომლებსაც სიკვდილით სჯიან მუსლიმანები? უფალი მათ გვერდითაა? თუ უფალმა ზურგი აქცია თავის შვილებს? ჩვენ ვერ ვიქნებით ქრისტიანები, თუ კი გულხელდაკრეფილნი ვისხდებით და ვიტყვით: ქრისტიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნები, თუ კი კეთილდღეობა მექნება. ჩვენ გვჭირდება ქრისტიანები, რომლებიც თვალს გაუსწორებენ სიკვდილს, რომლებიც სხვებს დაეხმარებიან იმის გაცნობიერებაში, რომ მარადისობა ელოდებათ, ჩვენ ყველანი გარდავიცვლებით. ღმერთი არავის გზავნის ჯოჯოხეთში. ადამიანები თავად ირჩევენ ამ ადგილს. ღმერთმა შეგქმნა და მას უყვარხარ. შენნაირი სხვა არავინ არის. ღმერთი ახლა შენთან მოდის. აი ახლა, ამ წუთას. მას შენგან იმის მოსმენა სურს. თუ როგორ ეტყვით, დიახ უფალო. ზოგიერთმა თქვენგანმა უკვე მიიღო ქრისტე საკუთარ ცხოვრებაში. კვლავ და კვლავ გაუღეთ კარი მას. ყოველთვის როცა ვცოდავთ, უარ ვყოფთ უფალს. იყავით წმინდა, იყავით სრულყოფილნი, როგორც ჩემი ზეციერი მამაა სრულყოფილი. ეს არის ჩემი მცნება. გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. შეიძლება ამ წუთის ოფლის დიდების დარბაზში არც კი გამოჩნდეთ. შეიძლება იმდენად უცნობიც კი იყოთ, რომ თქვენი სახელიც კი არავინ იცოდეს. შეიძლება ოსკარი და ადამიანთა ქება ვერასოდეს მიიღოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ღმერთს აქვს ჯილდოები, რომლებსაც ერთ დღეს გადმოგცემთ. ხალხი მალე დაგივიწყებთ, თუ ყველაზე წინარდგა ხართ და არ ჩანხართ. სანამ გამოსაჩენ ადგილზე ხართ, მანამ გაქებენ ადამიანები. მაგრამ როგორც კი დაეცემით, აღარავინ მოგაქცევთ ყურადღებას, ხოლო ღმერთი ასე არ არის. მას არასოდეს არაფერი ავიწყდება და თქვენი სახელი, თუ გწამთ მისი ძის იესო ქრისტესი, სამუდამოდ ჩაწერილია უფლის დიდების დარბაზში. და მე გეტყვით, რომ რაც არ უნდა მცირე იყოს ჩემი სახელი, ჩაწერილი ზეციური დიდების დარბაზში, მე არასოდეს გავცვლი ამ ქვეყნიერებაზე არსებულ ყველა ცნობილ სახელში, ან მათ დიდებაში. მირჩევნია აქ ვიყო უცნობი და ზეცაში იყოს ცნობილი ჩემი სახელი. უფალმა გაკურთხოთ. Fantastic.